ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამომშვიდობისა, ეთერშია პროგრამა ინფორმატორისა და ლაილაის 10 საათიანი ვრცელი გამოშვება. მოდით კიდევ ერთხელ გავიგოთ თუ რითი იყო საინტერესო 12 სექტემბერი ქართულ და უცხოურ შოუ ბიზნესში. 16 რაუნდში მაესტროს მხიარული თავყრილობა დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, ინტერესი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და აღინიშნა კიდეც, რომ კლუბში ამდენი ხალხი კარგახანია აღარ ყოფილა. რაც შეეხება მომღერლებს, აქ იყვნენ ლექსენი, ბუკა და ჯაბა ქარსელაძე, თიკა ჯამბურია, თემურ ცხილაძე, ჯგუფები სეიშენი და ენსი. და რაც ყველაზე მთავარია, შედგა მაესტროს წამყვანის კატოს დებიუტი მომღერლის ამპლუაში. მან გიგა მიქაბერიძესთან ერთად იმღერა. დაამთავრდა ზაფხული. დაიწყო შემოდგომის თავყრილობების ახალი სერია. ეს რეკლამა, რეალობა კი ასეთია. საღამო, აი ძალიან კარგია, ძალიან ვისამურე, ძალიან ვერთობით, მეგობრები ვარ და რა ვიცი, ყველანაირად ძალიან მოგვეწონა. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში ესეთი ლამაზი საღამოს. გადასარევია. კარგია. კარგია. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი საღამო არის, რაც 16 რაუნდში ამ სამთვე ნახევრის მანძილზე ჩატარებულა. ძალიან ერთობა ხალხი და სხვათა შორის ამდენი ცარიელი მაგიდა და სავსე სცენა მე იშვიათად რო ხედავ. ცარიელ მაგიდას გულისხმობ, იმიტომ რომ სცენაზეა მთელი ხალხი. თორემ მე თვითონ გამიჭირდა მაგიდის პოვნა ინტერი ხალხი მოვიდა. ძალიან კაი საღამოა. ჩვენიერთ კაი დრო გავატარე. კარგად მოვილხინე, ძალიან ბევრი ლამაზი სახე ვნახე და კაი ხასიათზე ვარ, როგორც ყოველთვის. პირამიდები შენ მოვიდები.
შენი გვალები შენი სიგანზე პირამიდებში აკეთება მოდნით რაში ვიქნება ცალსამაზე ჩვენი განაში იქცანაც თუ როგორც იცით, დასრულდა მის საქართველოს 2004-ის შესარჩევი ტური. ამასთან დაკავშირებით და მის შედეგებზე ორგანიზატორებმა სასტუმრო მარიოტში პრესკონფერენცია მოაწყვეს. მინდა გითხრათ, რომ ჩემდა გასაკვირად კი ძალიან გეგმავდი ბევრი ლამაზი გოგონას ჩამოყვანას, მაგრამ მარც ისე დიდი რაოდენობა ჩამოვიყვანეთ, თუმცა შემიძლია სიამაყით თქვა, რომ დაახლოებით 6-7 გოგონა რეგიონებიდან მიიღებს მონაწილეობას ფინალში, რომელიც 21 სექტემბერს ჩატარდება. გოგონები რომ ჩამოვიყვანეთ თბილისში, მათ დაემატა თბილისელი დარეგისტრირებული კანდიდატურები, ჩატარდა ხელახალი შერჩევა და იქიდან გადაირჩა 20 კანდიდატურა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ფინალში. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ჩატარდება ოპერის თეატრში და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით, ემზადება მაკაც თათავარდანაშვილთან ერთად იმისათვის, რომ გოგონები გამოიყურებოდნენ ლამაზად და სათანადოდ იკერება მათთვის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, მათ გარეგნობაზე ვზრუნავთ, სტილს ვურჩევთ და ვცდილობთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც შეეფერება ასეთი მასშტაბის კონკურსს. ძალიან საპასუხისმგებლოა ჩემთვის ჟიურის თავმჯდომარეობა. საკმაოდ კომპეტენტური ჟიურია და ჩვენი სულ ყველას ინტერესია, რომ გავიდეს ღირსეული და ბოლო შედეგი გქონდეს ჩვენ ხელში. ანუ ჩვენი გოგონა გახდეს მის მსოფლიო. ძალიან კარგი გოგონები არიან. ბოლო რეზულტატს მე ალბათ წინასწარ ვერაფერს ვერ დავაკონკრეტებ. იმიტომ რომ მართლა შეიძლება ჩემი პროგნოზი იყოს სხვა და ჟიურის გადაწყვეტილება რადიკალურად განსხვავდებოდეს ჩემი აზრისაგან. იმიჯ ცენტრის ინიციატივით მივმართეთ მის მსოფლიოს ორგანიზაციას, თხოვნით, რომ მოეცათ ჩვენთვის უფლება ჩაგვეტარებინა მის მსოფლიოს შესარჩევი ტური საქართველოში. თავიდან მივიღეთ უარი, რადგან უკვე დაგვიანებულია გვითხრეს, მაგრამ ჩვენ შევპირდით, რომ მოკლე დროში, ზაფხულის პერიოდში შევძლებდით ამ კონკურსის ჩატარებას და მართლა სერიოზული შრომა გავწიეთ იმისთვის, რომ 21 სექტემბერს ჩვენ კანდიდატურები შეგვერჩია. წელს ძირითადად ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ და ჩვენ ხელმძღვანელობთ მის მსოფლიოს მითითებებით და მომავალ წელს მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ უცხოელი სპეციალისტების მოწვევასაც. საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ევროპის მემკვიდრეობის დღეები 2003-ის პროგრამით გაიმართა გამოფენა 19 საუკუნის ფრანგი მოგზაურების მემკვიდრეობა საქართველოში. დღევანდელი საღამო ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის ფრანგული მემკვიდრეობა. ანუ იმ ფრანგების შთაბეჭდილებები, ვინც 19 საუკუნეში იმოგზაურეს, აი რა თვალით დაინახეს საქართველოს. მეხუთედ წელს საქართველოში აღინიშნება ევროპის მემკვიდრეობის დღეები. ეს არის ერთ-ერთი მთავარი პროექტი, ევროპის საბჭოს მთავარი პროექტი კულტურული მემკვიდრეობის დარგში. ამ დღეებში ზუსტად მთელს ევროპაში, უბრალოდ ევროპის კულტურული კონვენციის ყველა წევრ სახელმწიფოში აღინიშნება ეს დღეები. და ტარდება ესეთი საინტერესო ღონისძიებები წელს ევროპის მემკვიდრეობის დღეები ოფიციალურად გაიხსნა დუბლინში რამოდენიმე დღის წინ
და მე აი მოიცვა მთელი ევროპა მოაღწია ჩვენამდე. ჩვენამდე კი არა, შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ტრადიციულად მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს ამ პროგრამაში. ეს გამოფენა, ესე იგი, წარმოადგენს მე-19 საუკუნის ფრანგი მოგზაურების მემკვიდრეობას. ასეთ სახით ეს ერთად ყველაფერი შეკრებული იქნება პირველად და ამდენად არის საინტერესო, იმიტომ რომ აქ ბევრი რამე ნაკლებად იყო ცნობილი ფართო პუბლიკისთვის. ბევრი რამე ცნობილიც იყო, ხა მაგალითად გამბას და მონპერეს სახელები ბევრისთვის არის ნაცნობი და აქ ზოგიერთი და ერთი ორი შარდენიც არის. ეს ყველაფერი კარგად იცის საქართველოს საზოგადოებამ, მაგრამ ბევრი რამე მართლა პირველად გამოიფინა. Отношения между Францией и Грузией. Это, по-моему, символично, потому что это действительно показывает, что у нас настоящие, глубокие, уже настоящие связи и отношения. И мне очень интересно заметить, как французы с любопытством уже почти 200 лет тому назад интересовались этой страной, и как они, на мой скромный взгляд, понимали друг друга. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.